სიონის ქუჩაზე კახური მრავალჟამიერი მოგვესმა და კახური ღვინით დალოცილ წითელ ხალიჩასაც მოვკარით თვალი. ტურისტებს იქნებ უკვირდათ კიდეც, მაგრამ ღვინის სამშობლოში ჩვენ არ გაგვკვირვებია, რომ ვარსკვლავი არა რომელიმე არტისტს, არამედ ქართულ ღვინოს მესამედ გაუხსნეს. დაახლოებით რომ აგიხსნათ, როგორც ლოს-ანჯელესში არის ჰოლივუდ ბულვარი, რომელიც ეძღვნება გამორჩეულ კინო მოღვაწე ადამიანებს, ისე საქართველოში გვინდა რომ ჩამოყალიბდეს ვაზის ხეივანი. წელს გავუხსენით 9 წელს მემორიალური დაფა. ეხლა უკვე ჩავინაცვლებთ მუზეუმში გვექნება ქაწითელის დეგუსტაცია და შემდეგ უკვე ქართული კლასიკური ფილმიდან გვექნება ჩვენება გიორგობისთვის. ფილმის შესახებ ნამდვილად არ მოგესმათ. ფესტივალი ვაინკასტი, რომელიც უკვე მესამე წელია სტარტს ღვინის მუზეუმში იღებს, კინოფესტივალიცაა, სადაც წარმოდგენილ მეღვინეობებსა და ფილმებს უცხოელი ჟიური აფასებს. კინო და ღვინო ფესტივალია და ორივე ამ ინდუსტრიის წარმომადგენლები არიან სხვადასხვა ქვეყნიდან მსოფლიოს, ბევრი უცხოური ფილმია საკონკურსო პროგრამაში. მიწისქვეშ დამალულ ღვინის მუზეუმში თითოეული ნივთი ქართული ღვინის ისტორიას მოგიყვებათ, ხოლო საიდუმლო გვირაბს თუ გაუყვებით, დიდ სცენას მიადგებით, სადაც საფრანგეთიდან მოწვეულ ქართველ ჟიურის სცენაზე გაიხმობენ და დარბაზში მისი ბაბუის შექმნილი მუსიკა აჟღერდება. დავუკარი ეს მუსიკა საქართველოში ვიყავი 8 წლის წასვლის წინ აქედან საფრანგეთში და ძალიან დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის ეს, რომ შემეძლო აქედან ამისი დაკვრა აქ საქართველოში და ესეთ კარგ ხალხთან. მამა თეოდორე ჩიხლაძე, ჯინსების თაობის მოძღვარი, ამ მელოდიის ავტორია. სულ მალე მის ამბავზე ფილმსაც გადაიღებენ. ოფიციალური ნაწილის შემდეგ ეკრანზე ძველი ქართული ფილმი ჩნდება ვაზის თემაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ფესტივალმა სტარტი აიღო და მალე მუხრანის მამულებში გადაგვიპატიჟებენ. ეს უცნაური ჩანთა ღვინის ჭიქით, რომელიც აქ მოსვლისთანავე მხარზე ჩამოფკიდეს, იმას ნიშნავს, რომ ღვინის ფესტივალზე მოვედით. ამბობენ, კარგ ღვინოს კარგი ფილმიც უხდებაო და ამას დღეს თქვენთან ერთად შევამოწმებ, რადგან ეს არა მხოლოდ ღვინის, არამედ კინოს საერთაშორისო ფესტივალიცაა. ყველა ადამიანი ჩვენ ფესტივალზე არის ბედნიერი და ეს არის ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა. ფილმები გამოდის ღია ცის ქვეშ, ვენახების წინ და ადამიანები ფილმებს უყურებენ ჭიქა ღვინით ხელში. ძალიან მიხარია, რომ ამ პერიოდში როცა ქართულ კინოს ძალიან ჭირდება დახმარება, ანუ რაღაცა სტიმული რეჟისორებისთვის, მსახიობებისთვის, მთლიან შემოქმედებითი ჯგუფისთვის ძალიან აუცილებელი არის. არის დოკუმენტური ფილმები, სრულმეტრაჟიანი და გვაქვს აქაც ერთი საერთო ნომინაცია, სადაც არის თემატიკა ღვინო, ავსტრალიული, ახალზელანდიური, უნგრული, ავსტრიული და ძალიან ბევრი მრავალფეროვანი ღვინოებია წარმოდგენილი ჩვენ ფესტივალზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ძირითადად არის ქართული ღვინოების სხვადასხვა კუთხეები, ყველა კუთხეს მოვიცავთ. სხვებთან ერთად ცხელზაფხულს დროებით ჩვენც დავემალებით და ჩაციებულ ქართულ ღვინოს გემოს გავუსინჯავთ. აქ საოჯახო მეურნეობები ნაშრომით იწონებენ თავს და ქართველურად გიმასპინძლდებიან. ჩვენი ხელით გავაშენეთ ვენახები 3 ჯიში, ქისი, საფერავი და კაწითელი, ვართ ბიოსერტიფიცირებული მეღვინეობა. ჩვენ ვიყავით ევროპაში ერთ გამოფენაზე, თბილისში რამოდენიმე გამოფენაზე მივიღეთ მონაწილეობა და სულ ახლახანს დავბრუნდით ნიუ-იორკიდან, სადაც მიწვეულები ვიყავით, როგორც ორგანული მიმართულებით, სადაც დიდი მოწონება დავიმსახურეთ. მასპინძლებმა ამჯერად საფერავი შემოგთავაზეს და ბოთლიც ჩვენი ხელით გავხსენით. ესეთი მეთოდით პირველად გავხსენე. არომატებმა ტრადიციული ღვინის მარანი მოგვაგონა. ძალიან გემრიელია. ძალიან. გზა გავაგრძელეთ და ფესტივალზე ღვინის საუკეთესო მეგობარიც გავიცანით. ყველი ძალიან უხდება ღვინოს, მაგალითად ჩემი ფავორიტია 10-იანი დაძველებული ყველი.
რომელსაც მივირთმევ ხოლმე თეთრ შავღვინოსთან. დმანისში გვაქვს ფერმა საწარმოს და იქ ვაწარმოებთ ესეთ დაძველებულ, ძირითადად ევროპული, შვეიცარიული სტილის ყველებს ქართული ნედლეული. ქვედა სართულზე ღვინით ხელში თუ გადაინაცვლებთ, ქართულთან ერთად ეკრანზე იტალიური, უნგრული და ავსტრიული ფილმები დაგხვდებათ. მათი დასრულების შემდეგ კი ამ ქვეყნების ღვინოსაც გაგასინჯებენ. ამჯერად იტალიური ფილმის შემდეგ იტალიური ღვინის მასტერკლასი პროფესიონალი სომელიესგან მოვისმინეთ და ცოტა რამ ვისწავლეთ კიდეც. მე გეტყვით რა ვიცი ღვინის შესახებ. პირველ რიგში ალბათ ფერით უნდა შეფასდეს, ხო? ფერი ამბობს რამდენი წლის დაძველებით არის ავარაუდოდ ძველია თუ ახალი, რამდენად სწორად ვიცი. ორი ვარიანტი. თეთრი ღვინო დაძველების შემთხვევაში მუქდება, წითელი ღვინო დაძველების შემთხვევაში ღიავდება. შესაბამისად, უკვე გადახრით, შუა გულს აკვირდები და შემდეგ როგორ კალს იკეთებს გარშემო. მაგის მიხედვით შეიძლება გამოიცნო უკვე ღვინო რა ასაკისაა. აი თქვენ რომელი ღვინოც გაქვთ, ეს დაახლოებით რა ასაკის იქნება? აშკარად უთყობა, რომ ახალგაზრდა ღვინოა, საკმაოდ კამკამა, გამჭვირვალე, კრიალა, სხივის გამტარობა ძალიან კარგი აქვს, შესაბამისად უკვე საქმე გვაქვს ახალგაზრდა ღვინოსთან, ხო? ახალგაზრდა ღვინოსთან. და ამის ასაკზე რა შეგვიძლია ვთქვათ? ესეც დაახლოებით ახალგაზრდას ვერ ეთქვი ამას, მაგრამ საშუალო ასაკის შეიძლება ეს ღვინოსთან გვაქვს. შეიძლება. გემორას გვეუბნებოდა შეგვიძლია თუ არა გემოს მიხედვით ჯიშის ამოცნობა ესეც მაინტერესებს. რა თქმა უნდა. ისევე როგორც ადამიანის საუბრიდან გამომდინარე, რომელი კუთხიდან არის საქართველოში შეგიძლია გამოცნობა, ასევე ყველა ყურძნის ჯიშს თავისი პოტენციალი და ახასიათებს თავისი არომატული სპექტრი. თურმე დეგუსტაციები უბრალოდ არ კეთდება, ყველა ღვინოს აქვს თავისი დაძველების პოტენციალი, თავისი სიცოცხლის ხანგრძლივობა, თავისი ჯიშური არომატები, მერე დადუღების შედეგად წარმოქმნილი არომატები, ამით ვხვდებით ხოლმე უკვე რომელი ღვინო. ამასობაში ზაფხულის მზემ სტუმრები გარეთ გამოიყვანა და ჩვენც მათ გავყევით. ღია ცის ქვეშ ფილმის ყურებას გასტრონომიული კუთხეც იქვე ავსებდა. როგორც ქართულში მაგალითად მეგრულ სამზარეულოში გვაქვს აჯიკა, ეგრე არის მექსიკაში და ქვია მოლე და არის ეგრეთ წოდებული ჩილის მიქსი და აქვს თხილი, ქინძი, სეზამის მარცვლები, რომელიც იხალება ზეთში, პომიდორთან, ხახვთან, ნიორთან და სხვადასხვა არომატებთან ერთად, რომელიც მე საბოლოოდ ბლენდერდება წიწაკასთან და დარინჩინთან ერთად და იღებს ერთიან კონსისტენციის მასას. მე ამას ცალკე ვამატებთ ჩვენ დამანადებულ წვაც, უფრო ქართული ხასიათი და ქართულ მექსიკურ ხასიათში გვაქვს გადმოტანილი თვითონ ტაკოს ჩვენი სახეობები და საბოლოოდ ვაწყობთ ქათამს, თავიდან ვდებთ соуს, ვადებთ ქათამს, აისბერგს, დამანადებულ მწვაიმას რა ქვია ხახვს და საბოლოოდ ვამატებთ ჰალაპენიოს ემულსიას, რომელსაც ასევე ჩვენ ვამზადებთ. ფილმებს შორის სტუმრებთან ვცადეთ გაგვერკვია, როგორი უნდა იყოს კარგი ღვინო. გემრიელი არომატული და ძალიან მშრალი არ მეყვარს კიდე მე პირადად. მეც იგივეს ვიტყვი, რომ გემრიელი. უნდა იყოს ძალიან სასიამოვნო და მეგობრული. კარგი კინო უნდა იყოს დინამიური. რომ დაასრულებ ყურებას, უნდა დაგიტოვოს რაღაც. კარგი ფილმი ისეთი უნდა იყოს, რომ კარგ ღვინოს მოუხდეს. ღვინო და კინო ერთმანეთს ძალიან უხდება და დღეს ამ სერიალის ჭიქით გონი დამტკიცდა. დღის ბოლოს გამარჯვებული ღვინო და კინო თავის ჯილდოს დაელოდებიან. მათ ბედს კი ქართველი და უცხოელი ჟიური გადაწყვეტს. ამერიკიდან ვარ, მიჩიგანიდან ჩამოვედი როგორც ჟიური დოკუმენტური ფილმების ჟანრში. საოცარი ნამუშევრები ვნახე. ერთი სული მაქვს ჟიურის სხვა წევრებთან ერთად განვიხილო. 9 თვიანი კონტრაქტი. ასე ქვია ჩემს ფავორიტს. ფილმი დედაზეა, რომელიც შვილის გამო ბევრ რამეს თმობს და ძალიან ემოციურია. დოკუმენტურ ფილმებს სწორედ ეს ხიბლი აქვთ. იცი რომ რეალური ადამიანების ისტორიას უყურებ და ეს განსაკუთრებულია. ბევრი ფილმი იყო სანახავი და ბოლო დღეს გადავწყვიტე რომ ენახა ყველაფერი, ანუ გამოდა რაღაცა 7 საათი პირდაპირ ყველა ფილმისთვის. შეშევის პროცესი სხვადასხვის რთული გამოვიდა მაინც, იმიტომ რომ რაღაცა თითოს გვაქვს ჩვენი ფავორიტი და მაინც ვცდილობ დავისვათ ეს ფავორიტი რაღაცნაირად. ჩემი ფავორიტი გამოვიდა ფილმი პანატიკონი. მე ძალიან საინტერესო იყო თავისი სიუჟეტით, თავისი კინემატოგრაფიით, თავისი მსახიობების დირექციით და თვითონ ისტორია როგორც არის აწყობილი.
გადამწყვეტი წუთებიც დადგა და გამარჯვებულებსაც მოგახსენებთ. შატო მუხრანის გორული მწვანე, ლონდარიძის ქვევრის ქარვისფერი, ბაქრაძის შავკაპიტო და სადესერტო ასკანელის გვიანი მოსავალი. სცენიდან ჯილდოებით ჩამოვიდნენ. მხატვრული ფილმი პანატიკონი და ქალაქის ხმაური, დოკუმენტური ფილმი 9 თვიანი კონტრაქტი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი თვითმხილველი სხვა გამარჯვებულებთან ერთად ასევე ტრიუმფს ზეიმობდნენ. დაჯილდოების ცერემონიამ ფესტივალი დახურა და სტუმრებს მომავალ შეხვედრამდე დაემშვიდობა.